მოგესალმებით ბატონკი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეკითხვა მექნება ევროსაბჭოსთან დაკავშირებით, სადაც გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მონიტორინგის კომიტეტმა, სხვანაირი რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გაკეთდა როგორც რუსეთის, ისე ქართული მხარის მიმართ. რუსებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ჩვენ მოვიგეთ და ფაილი ქართული დაიხურა. საქართველოს დელეგაციამ გააკეთა სხვა კომენტარები. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით რა მოხდა და ჩვენი პოზიციები რამდენად მყარია და დაცული ევროსაბჭოში. ძალიან კარგი კითხვაა, მართლაც ორმაგი ინტერპრეტაცია ხდებოდა მონიტორინგის კომიტეტის ხდომის ზოგადად საპარლამენტო ასამბლეის სესიის შემდეგ. მე მოკლედ შესავალს გეტყვით, რომ 2008 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. თქვენს რომ 2008 წლიდან სექტემბრიდან დაიწყო რეზოლუციების მიღება, მიღებულია 3 რეზოლუცია, სადაც პირველად იყო ნახსენები ტერმინი ოკუპაცია, ტერმინი ეთნიკური წმენდა და ასევე ის კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია. ხო, ეს ვალდებულებები, ეს 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, ეს არის საერთაშორისო საპოლიციო ძალების შეშვების ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა არის და ასევე საუბარი არის დევნილების დაბრუნებაზე ღირსეულ პირობებში. ბუნებრივია ასეთი ტიპის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ბუნებრივია პოლიტიკური სხვა ტიპის მექანიზმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს. რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ყოველთვის ჰქონდა იმის მცდელობა, რომ გაეჩერებინა ეგრეთ წოდებული ომის ფაილი, ანუ შეწყვეტილი იყო პროცესი ზედამხედველობის მონიტორინგის რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის ვალდებულებებთან მიმართებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბუნებრივია ამ მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდიოდა მათი მხრიდან, ხო? ჩვენ ვიცით და ეს ბუნებრივიც არის, რუსეთის ფედერაციის ყავს გარკვეული მომხრეები, მხოლოდ გარკვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ესეც ბუნებრივი პროცესია, ხო? ძალიან ბევრი რესურსი იხარჯება რუსეთის მხრიდან PR კამპანიაზე, კომუნიკაციის კამპანიაზე, მათ შორის ლობიზმზე და არიან პარლამენტარები, ხა მე მგონი ყოველთვის ცნობილი პარლამენტარები, მათ შორის ბატონი ვილშერი, რომელიც აღარ არის პარლამენტის წევრი, ოდიოზიური ფიგურა, არის კიდე რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც მეშვეობითაც ისინი ცდილობდნენ ყველა დონეზე, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროკრატიაში მომხდარიყო ამ ფაილის საბოლოოდ დახურვა, რაც და დაწყებული იყო ეგრეთ წოდებული ძალიან ბუნდოვანი ეფემერული დიალოგის პროცესი მხარეებს შორის. პირველი, როდესაც რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ამ სესიაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა დიალოგზე, პოლიტიკურ საუბარზე საქართველოს დელეგაციასთან, იმავე დღეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი იქნა ბალისტიკური რაკეტები .U, რომელიც არის SS-21 ნატოს სტანდარტებით და ეს გზავნილი ყოველთვის ძალიან მკაფიო გახდა, იმიტომ რომ ავტომატურად როცა კოსაჩოვი საუბრობდა დიალოგზე, იმავე დღეს შემოყვანილი იყო გაიზარდა შეიარაღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს დელეგაციამ მყისიერ ინფორმაცია მიეწოდა თავის პარტნიორებს, დეპუტატებს და ყოველთვის ნათელი გახდა კიდევ ერთხელ, რომ მათი მხრიდან დიალოგზე საუბარი დელეგაციის, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მხრიდან დიალოგზე საუბარი უბრალოდ იყო ეგრეთ წოდებული ტაქტიკა, რათა მომხდარიყო ომის ფაილის მოკვლვა. იმ ტერმინებით საუბრობ, რა ტერმინებითაც იქ იყო კომუნიკაცია, ხო, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეაში. მონიტორინგის კომიტეტზე მიღებული იყო სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება. მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო შემდეგი, რომ პირველი, ყოველწლიურად უნდა მოხდეს ანგარიში, მონიტორინგი და ინფორმაციის მოსმენა, რა ხდება რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ანუ აქ რა არის მნიშვნელოვანი? სისტემატიურობა და ინტენსივობა იქნა გაწერილი. არცაც მანამდე რეზოლუციაში ესეთი ტიპის სისტემატიურობა გაწერილი არ იყო. ეხლა დადგინდა, რომ ეს იქნება სისტემატიური პროცესი დადგენილ ვადებში, როდესაც მოხდება ინფორმაციის მოსმენა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა მოხდება სპეციალურ, ასე ვთქვათ, სესიაზე, სპეციალურ სხდომაზე, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვევს თვითონ საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ დეპუტატების მხრიდან. და ის რომ ამ თემაზე იმუშაობს 4 მომხსენებელი, 2 მომხსენებელი, რომელიც მუშაობს რუსეთის საკითხზე და 2 მომხსენებელი, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხზე. ეხლა ბუნებრივია რუსეთის ფედერაციის პოზიცია ის, რომ ის ცდილობდა მათ შორის საკუთარ ჟურნალისტებში, მე გულისხმობ რუს ჟურნალისტებში ამ თემის განეიტალება და იმაზე საუბარს რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, მე მინდა კონკრეტული მაგალითი გითხრათ. კომერსანტი ჟურნალისტები, რომელიც იქ იმყოფებოდნენ, დაინტერესდნენ ინტერვიუ ჩამოართვეს ერთ-ერთ ჩვენ დელეგაციის წევრს
და მათ არ ჰქონდათ ნანახი და მათი კომერსანტი ჟურნალისტებს ჰქონდათ ინფორმაცია მიღებული, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწევინა საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი აი მონიტორინგთან დაკავშირებით, რაც მივახსენე, მათ ნანახი არ ჰქონდათ და ბუნებრივია რუსეთის ფედერაციამ ეს დოკუმენტი არ მისცა. ჩვენ ეს ტექსტი მივაწოდეთ კომერსანტის ჟურნალისტებს და ყველა ძალიან მალე დარწმუნდა, მათ შორის რუსი ჟურნალისტები, რომელიც არიან ნეიტრალურები, არ გულს ყველა რუსი ჟურნალისტზე იქნის სწრაფად დარწმუნდნენ, რომ პრინციპში ეს არ იყო რუსეთის დელეგაციის გამარჯვება, იმიტომ რომ პირიქით ეს კიდევ უფრო ხდება ეგრეთ წოდებული გამძაფრება ამ საკითხის მონიტორინგის. კოსაჩოვი და მისი დელეგაციის შემადგენლობა ცდილობს, რომ ასე გაასაღოს, ასეთი PR კამპანია აწარმოებს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ 2 წლის განმავლობაში მას ძალიან სერიოზული შიდა კრიტიკა აქვს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ძალიან ხშირად განიცდის მარცხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და იგი საკუთარი მიზნებიდანაც გამომდინარე ცდილობს, ასე ვთქვათ, დაწიოს ფასი ევროპის საბჭოსი და მონიტორინგის კომიტეტის რუსეთის ფედერაციას. ამიტომ რა გასაკვირი არაფერი არ არის, მას სურს ეს თავის გამარჯვებად გაასაღოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ აქ არიან მათ შორის სიულჯის წარმომადგენელი თუ არის, მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ნახავთ იმ ტექსტს, ნახავთ მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ყველა ძალიან კარგად დაინახავს, რომ პირიქით მოხდა ის, რაც არ უნდა რუსეთს. რუსეთს უნდა ფაილი სრულიად მოკლა, ამ თემის სრულიად მოკლა, მოხდა საპირისპირო. დაწესდა ახალი ტიპის მონიტორინგი, გარკვეული, დადგენილი ინტენსივობით, დამატებითი მონიტორებით, ანუ ამ თემაზე 4 მონიტორი იმუშავებს და იქნება სპეციალურად ბიძღვნილი, ასე ვთქვათ, სესიები. ეხლა რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო განზომილება, რომელსაც ასე ვთქვათ, ტექნიკური და ბერკეტები საშუალება არ აქვს. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის დიპლომატიური ორგანიზაცია და მთავარი არის როგორც აქ, ისე ყველა სხვა ასეთი ტიპის ორგანიზაციაში საქართველოს იყოს მუდმივად დღის წესრიგში. მუდმივად იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, ვინაიდან ეს ორგანიზაციები, ამ ორგანიზაციებმა მუდმივად უნდა შეიმუშაონ პოლიტიკური და დიპლომატიური გზავნილი რუსეთისათვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველას კარგად გვესმის, რომ შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ არავინ არ გამოიყენებს, თუმცა თითოეული ეს ელემენტი არის იმის საბოლოო შემადგენელი ნაწილი იმ გრძელვადიანი, სტაბილური და თანამედროვე პროცესზე, რაც ნიშნავს საქართველოს დეოკუპაციას. რომელსაც თავისთავად იწყება ნელა რუსული შეიარაღებული ძალების ეტაპობრივად რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანით. ამიტომ ყველანაირი წერტილოვანი დაარტყმა რუსეთისათვის იქნება ეს ევროპის პარლამენტი ბრუსელში, ხო? იქნება ეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, იქნება ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. პირდაპირ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველა ფორმულირება, ყველა ტერმინი, მათ შორის ოკუპაცია და ოკუპაციის მნიშვნელობაზე შეგვიძლია კიდევ ცალკე ვილაპარაკოთ, ხო? იქნება ეს ცალკეული სახელმწიფოების ადმინისტრაციები, ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრები თუ ამ სახელმწიფოების საპარლამენტო განზომილება, აი ესეთი ტიპის ზეწოლა ყოველთვის და გზავნილები ყოველთვის საბოლოო ჯამში მოგვიტან შედეგს. რაც ჩანს დღეს, ხო, საერთაშორისო პოლიტიკაში, თუ მაგალითად 2 წლის წინ, 3 წლის წინ რუსეთი იყო ძალიან აროგანტული მოთამაშე, რომელიც ხელმძღვანელობას, ხო, იმ ჟამად პრეზიდენტი პუტინი აცხადებდა, რომ მას არ აქვს დიდი სურვილი დასავლეთთან თანამშრომლობის და შეუძლია დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობდეს ევრაზიულ გარემოში. დღეს ეს სიტუაცია იცვლება, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ არის, ასე ვთქვათ, სიგნალები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ მას სურს ევროპასთან კავშირი, მას სურს შეერთებულ შტატებთან კავშირი, რამოდენიმე მიზეზის გამო, ერთი რომ ტექნოლოგიური განვითარებისთვის ეს მისთვის საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ნავთობის დიდი მარაგი, მხოლოდ 30-40% იყენებს ამ ნავთობის და გაზის მარაგს. და თუ თქვენ დააკვირდებით რეალურ სიტუაციას, ძალიან დიდი ნაწილი იმ გაზის და ნავთობის, რომელიც რუსეთი ყიდის შემდგომ ის იღებს შუააზიური ქვეყნებიდან, მათ შორის თურქმენეთიდან. ამიტომ თავის საბადოების გამოყენებაც უჭერს, იმიტომ რომ არ აქვს ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უნდა ქონდეს ამ საბადოების აღმოსაჩენად, ხო? ერთის მხრივ იყო მცდელობა, რომ ამ ბაზარზე შესულიყო დასავლური განვითარებული ევროპული კომპანია, თუმცა რუსული მენტალობიდან გამომდინარე, კორუფციიდან გამომდინარე, მოხდა ამ კომპანიების ძალიან სწრაფად შევიწროება და უბრალოდ ისინი იძულებულები არიან რუსეთის ფედერაცია დატოვონ. მეორე საკითხი, ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, მსოფლიო საავაჭრო ორგანიზაცია. რუსეთი დღეს არის ძალიან აქტიურ რეჟიმში იმისათვის, რომ მას სურს გახდეს მსოფლიო საავაჭრო ორგანიზაციის წევრი. რატომ? იმიტომ სურს თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. მითი იმისა, რომ რუსეთი არის უძლეველი ეკონომიკა დაემსხვრა გლობალური კრიზისის დროს.
მარტივ მაგალითს გეტყვით, ჯერ 15 მეტი ეკონომიკა აქვს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებაში, ხო, ტერიტორიული განსხვავების მიუხედავად. ამერიკას აღარ ვადარებ, გერმანიას უფრო მეტი ექსპორტი აქვს ჩეხეთიდან, ჩეხეთში, ვიდრე მაგალითად რუსეთში. ანუ ეს კავშირები კი არსებობს, ბიზნეს კავშირები, ეკონომიკური კავშირები, თუმცა თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ძალიან დამოკიდებულია ევროპაზე და ძალიან სურს ეს ბიზნეს კავშირები და ასევე ის ტექნოლოგიები, რომელიც ევროპაში და ამერიკაში არის. ამიტომ ის ასე დამოუკიდებლად ვერ ითამაშებს. ამიტომ თუნდაც სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დღეს ეს აქტიურად მუშაობს რუსეთი ამ მიმართულებით. ეს არის იმის მაგალითი, რომ რუსეთი სავარაუდოდ მიხვდა, თანამდებობის პირები მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად იზოლირებულად არსება მისთვის რთული იქნება, თუ გარკვეულწილად მოუწევს იმ თამაშის წესებით თამაში, რაც დაკავშირებულია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო მოთამაშემ, ყველა სახელმწიფომ მუდმივად შეახსენოს, რომ ჩვენი დადგენილი თამაშის წესები არის ის წესები, რომელიც 70-იან წლებში დადგა ჯერ კიდევ ფინეთში, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო სუვერენიტეტზე და საუბარი იყო გავლენის სფეროების არარსებობაზე, რომელმაც ძალიან ბევრი ტრაგედია მოიტანა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მე-20 საუკუნის საერთოდ ორი მსოფლიო ომი მოიტანა და ცივი ომის ზღვარი სწორედ ამ გავლენის სფეროების ირგვლივ იყო. და დღეს ყველა ხდება განსაკუთრებით 21 საუკუნეში, რომ თუ ვინმე როდესმე თვალს დახუჭავს ეთნიკურ წმენდაზე, თვალს დახუჭავს შეერაღებული ძალების გამოყენებით საზღვრების ცვლილებაზე, ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი მომავალში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ მერწმუნეთ ამაზე არავინ დათმობას არ აპირებს. ბატონო, როგორც ცნობილია, ევროსაბჭოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური შენატანი ეკუთვნის რუსეთს, თუ არ ვცდები რამდენიმე 10 მილიონზეა საუბარი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ფინანსური ბერკეტი რუსეთის ფედერაციამ გამოიყენოს ევროსაბჭოს შანტაჟისთვის და საკუთარი პოზიციების გატანისთვის ამ ორგანიზაციაში? პირველ რიგში ბუნებრივია რუსეთის ფედერაცია ყველა მეთოდს გამოიყენებს ამისათვის, არა მარტო ფინანსურ რესურსებს რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს, მე კიდე განმეორდი კომუნიკაციებისთვის, PR-ისთვის, ასე ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მასალები. ძალიან ბევრი მილიონი იხარჯება ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირში დახარჯული ეს ფული არის დახურული, დაახლოებით 25 მილიონი დოლარი იხარჯება შეერთებულ შტატებში, დაახლოებით ვიძახი ამისათვის. რაც შეეხება ევროსაბჭოში შენატანს, ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანია და ყველა ძალიან კარგად ესწრებს. თუმცა მეორე მხრივ მიდგომა იმისა, რომ ჩვენ გვინდა ჩართულობა, რათა რუსეთზე მოვახდინოთ ზეწოლა, ეს არის მიდგომა, რომელიც შემუშავებულია ბოლო წლების განმავლობაში და მთავარი მიზანი ამ მიდგომის არის ის, რომ ჩართულობით ჩვენ შევიძენ გარკვეულ ეფექტურ მექანიზმებს იმისათვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ ითამაშოს იმ თამაშის წესებით, რაც არსებობს. ეხლა ამაზე ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, რამდენად სწორია ეს გადატვირთვის პოლიტიკა თუ არა. ხო, თუმცა ეხლა ევროპის საბჭოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, ის რომ მე-14 პროტოკოლს ევროპის კონვენციის, რომელიც ეხება ევროპის სასამართლოს პროცედურების გამარტივებას და სწრაფად მოხდეს საკითხების განხილვა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ კონვენციას ამ პროტოკოლს ოქს ბლოკავდა, ის იყო რუსეთის ფედერაცია, ძალიან აროგანტული დამოკიდებულება ჰქონდა წლების განმავლობაში. უბრალოდ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აცხადებდა, რომ ამას არ შეასრულებდა, ამ ოქის რატიფიცირებას არ მოახდენდა, თუმცა გარკვეულწილად ჩართულობას ზეწოლის შედეგად საბოლოო ჯამში რუსეთს მოუწია ამ ოქმის შესრულება. ანუ ეს მექანიზმი რაღაც ტიპის მუშავდება, მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ევროპის საბჭოს არ აქვს სხვა მექანიზმები, სხვა ბერკეტები, რომ და არც არის გეგმაში, რომ რუსეთი გააძევონ ევროპის საბჭოდან, ევროპის საბჭოს საერთოდ ან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, თუმცა მეორე მხრივ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ სესიაზე რუსეთის ფედერაცია და რუსული სახელმწიფო იქნება მუდმივად კრიტიკის ქარცხლის ქვეშ, რაც თავისთავად ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, თუნდაც ბატონი კოსაჩოვის, სხვა დელეგაციის წევრების, მათთვის ძალიან მტკივნეულია იქ ესეთი დიპლომატიური მარცხი, იმიტომ რომ ამისათვის ისინი ანგარიშვალდებულები არიან კრემლის ყველაზე მნიშვნელოვან ოთახებში, ხო? ამიტომაც ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ზეწოლის მექანიზმია ფორუმებზე მათთან ჭიდილი, ანუ მათი კრიტიკა, მათთვის მითითება, რომ ისინი არ ღვინენ ფუნდამენტურ პრინციპებს, ფუნდამენტურ ნორმებს და ამ ნორმების შესრულება არის საჭირო. და ევროსაბჭოში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კახა კუკავა და კიდე რამდენიმე პიროვნება. თქვენი ვერსია რა მიზნით იყვნენ ეს ადამიანები ჩასულები კონკრეტულად ევროსაბჭოში? ძალიან საინტერესო დაემთხვა სხვათა შორის მათი ვიზიტი ამ სესიას. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ისინი მოწვეული იყვნენ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მხრიდან
და მათი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან აქ გაჟღერდა მე მგონი ერთ-ერთი კომენტარი იყო თუ არ ვცდები ბატონი კახა კუკავასი რომ ის მოწვეულ იქნა ბატონი დევიდ ვილშერის მხრიდან მე არ ვიცი თუ გჭირდება შეხსენება მე მაინც შეგახსენებთ ვინ იყო ბატონი დევიდ ვილშერი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული